ესეც რამე. არა შეიძლება არ ხონოდა მე. აი, 16 წელი ბიჭმა ჩამარხა ეს. ხელი აი. ხუმრობი ჩამარხა. იმის მე დავბრუნდი. და რეალ ძილს დავდივა. ზოგიერთ ხეთ მოვდივა, ზოგიერთ ავტობუსით მე ჩამოვარ და მე ხეთით მოვდივარ და ტრანსპორტში. ესე იგი ახლა თქვენ ის რო გაქვთ ომისეტერობა მარტო ის გაქვთ ეს 20 ლარი ხო გაქვთ? 20 თუ 20 ლარი. რაც არის. ეს არაფერს არ არის. არა, პენსიას არ ვიცახო იმას. ამას ომისეტერობა. არა, ეს არა. არა, ზოგს აძლევენ თუ იმას რა ქვია. ზოგს რა ვიცი 250-ებიო, 500-ებიო. ეხლა ესა იცი რა სოციალურში არა არის. რა ის ბევრი ხალხია. იქ პენსია გააქვს სამხედრო ის არა სამხედრო პენსიები რო არის კი იღებენ. მაგრამ კიდე წუწუნობენ ისიო სამხედრო პენსია. ეს სამხედროები არის ჩემი შრომის იყო შრომი. შრომი. შრომისას მაგენი შენ ხო არა, იმიტომ რომ ბევრს აქვს, არა, ზედაც ჩემი მონაწილეა და იმიტომ ვიზახ. მონაწილე შრომი. არა, იმაში ირიცხებოდა. 20 იმის გვარდიაში, 22 ბატალიონი იყო ეროვნული გვარდია. საბუთია იმისი ყველაფერი. ოფიციალური და. თქვენს ოფიციალურად ხარ? მოხალისეთ იყო მაგალითად, მაგრამ იყო. პატარა ვიყავ. ძმარო იყო. მოვდი და იქიდან მომივიდა. ხო, აი მაგალითად ზოგს არის ასეთი ომის მონაწილეები, რომ ისინი ვეტერნები არიან, რომ საბუთი არა აქვს იმას ესეში, მაგრამ აიყო რომ ძმა წავიდა, მის ქალებზე ვიძახი და მერე მოხდა რომ თვითონაც წავიდა ძმის გამო, მოხალისეთი წერია, ხო, იმას. ხო, კი. ნატალია. აბსოლუტურად ქმრის გვარია. ჩემი გვარი თოთლაძეა. თოთლაძე? თოთლაძე. ეს თორთლაძე რო არის. არა, ის არა, თოთლაძე. მე მეგონა თორთლაძე. მან მე ხოჭებოდა შოყარებული ვიყავი და გავიპარეს თორდა ხმარი. სანთოლ და ფარიკო და გავიპარეს და გავიპარეს იქიდან მე ხოჭებოდა რომ ჩემ გვარზე გადავედი რა აქ ხო იყავი ამაში ისე იყო კადრები რო იყო ხო არის რაიონიდან წახვედი რაიონიდან წამოვედი იმერეთი და მომივიდა ხარა ეს დასახური ამადამ ინტერესი იყო რაღაცა და ხო არა ზოგი ასეთი იყო რომ ის კეცოდი მე ცირა არის სორდია ხო და ის ხალი არ წერდა ამ ვეტერნების იმაზე აქვეყნებდა და აქ იყო პროფკავშირებში რა ვიცი გეცოდინება ხო და იმასაც 8 წელი აქვს მიღებული რომ იმას თავისი აქვს რა ქვია ყველა სხვადასხვანაირად აქვს ზოგი წინახაზე იყო ზოგი ხო ახლა წინახაზე კატეგორია სად იდგა როგორ იდგა და რას აკეთებდა ომის დროს თუ რამე ჭირდებოდა ბებიაჩემს ისე ისაკი და იმაშვებოდა ეს რო უჭიდათ ბიჭებს საჭმელი ეს რა ქვია უგზანი და ხოლმე ომში და ატანდა ხოლმე დედაჩემს იმდენი ხო და აქეთ ეს ავტომატ ტელევიზორში იყო დედაჩემი ხო და მაგრამ იქ საერთოდ ტელევიზიები ძალიან ისე ხო და იცნობ ვინმე ვეტერნებს თუ იცი? არა. აი ესე ჩემნაირ ხალხი. მე ეს მომივიდა მე ოფიციალების მანძილზე მომივიდა მე თბილისში რაიონიდან თბილისში გამომიქცა აი საფრთხე და მე დავტრიალდი და მე პენსიაზე გამემართა ხალხი 150 ლარი 150 ლარი და მე 20 ლარი გამიმართა ეს საბუთი
ეს მაშინ გაიგეთე ხო ეს საბუთები კაი დრო გასული მე ო კი ეგ არის მარტო მე ეს ცოტა გვიანი მაგრამ მაინც შეღარა ისეთ სუდღეში ცხოვრობენ ვეტერნები რომ უჭის ყველა უჭის მასიურად მაგრამ რა არის ცოტა გაყალბებებიც არის რომ 70000-ია და ზოგი დევნილია არა რა არის გაზარდეს ეგე რომ იმიტომ რომ იქ როგორ იყო იცი ახლა ეს 2008 წელს დაემატა ხო მაგრამ ეს არაფერი ომი არ იყო ის იყო ომი რაც იყო აფხაზეთის ომი და ხო და ის არა ქვია იქ რომ მოხდა ხო იქ ზოგი მოყვა იმ ცეცხლში იმას და ამით გაიკეთეს ხო მაგრამ ეს არ შეიძლება გაზარდეს და მე იქიდან დახმარებები წამოვიდეს გრანტების უძახი იქ გრანტები თვითონ ჩაიდეს ჯიბეში მას მე შემცირება მოუნდათ იმიტომ რომ ვერ გავწვდებითო რომ სოციალურად ამას დავეხმაროთ უზრუნველყოს და ასე გააკეთეს შეამცირე ახლა დედაჩემი სულისამწყრე ფორმა შეიძლება კი იცქო ხაზი ხო და დადის ხოლმე ფორმის დევნილი გინდა თუ არა იმიტომ რომ დევნიან და ვდევნიან ხო და სულ ქუჩაში ყრიან სულისა და 5 ჯერ გამოგვაგდეს ქუჩაში იმ კორუფციის და რაღაცებიდან ბიჭების სიცოცხლე აკეთებდნენ იმას ერთმანეთთან ჩემით მაკაცე კაგებეშნიკები იყვნენ უშიშროება და იკეთებდა თვითონ იმას ამ ომის ეტერნობა არ იყვნენ ნამყოფები და დამტკიცებულია მე ვისა დედაჩემისი ზუსტად ჩაეძიენ დედაჩემს და ნამდვილად რო ხარო ნამყოფიო და ყველაფერიო ვერაფერსო მე კი არ უნდა ვიждდი აქ ის მე გენერლობა წოდება აქ იმას შეულებს ყველაფერი ის მას არ უომია მაგრამ ზის ახლა და ღებულობს კარგად იმას რა პენსია ხო ასეთი დედაჩემი და ისინი ვეტერნები და ხალხი კი აკაჭირებულ ხო და ისინი აბა ხო ეს უკეთებდა ხოლმე დედაჩემი ვინც ის იყო ხო აი კაი არა არიან ასეთი ვეტერნები ხალი იყო ერთი და იმან ასე მე არ ყოფილვარო მაგრამ ჩემი ქმარი იყო ამ სტატუსით ვეტერანი ახლა ნამყოფი არ ვარ ვეტერანი ვარ ვეტერნის საბუთი ქონა ეს ფაშიზე გამარჯვების ეს რომელზე იძახში აფხაზეთზე არა შენ იმომს იძახი მომს პატარა იყო უი მაშინ შენ ის იყა იქნები ეს ფაშიზე უი მე მეგონა აფხაზეთის თქო და გამიწი ხო რა ვიცი ეს სააკაშვილის ხელმოწერი მედალი ქონი მედალი ატარია რა კაი არა ეს ხო ის იყო ძველი მენდლები ხო ისინი ლატუნის ისინი ხო ეს ათი მარტი ისე მიყვარს არ ყიდიო მედალზე მიცოთა მინდა რა რატომ გაყიდი არა მენდალი რა არის ახლა ერთი მენდალის მაინც რაღაცას ნიშნავს რა ეს ერთი საბუთი გაქვს ხო მეტია ეს ერთი საბუთი და ეს სატარებელი ეს გარგა ფუჭდეს ფუჭდება ეს კი არა ეს საჩაბი უი ის დავაფარე აი კიდე მეორეც აი მაგა და მე დავკარგე ესა კაი ხალბატონი ბრძანდები ეს დავკარგე და ეს დავკარგე და მე ამით მატარეს 1-4 თვე 3-4 თვე მატარეს ხო ეს სხვანაირი ყოფილა ეს ახალი
ამით ონუგეშინე ია შენ ავტობუსზე რა ეს სამამულო მისვე მეტროცა და ავტობუსი კარგი სურათებია კი კაი ყოფილი ეს მანახე პატარა ეს არა მოიცა მაგრამ ეს კი გაქვს, მაგრამ იმდროინდელი თხოვა. არა. იმდროინდელი არა. ახლა მე ნამდვილი ისინი ვარ სამხედროები და ომის მონაწილეები ნამდვილი ისინი არა, მაგრამ აქაც ის მდგომარეობა მაქვს. ამით მაინც დაფასებული. კი, კაია. არა, უნდა აფასებდნენ ადამიანს. ახლა, აი ჰოსპიტალში ხო ხარ ნამბო? სამხედრო. არა, იქ უკეთებენ იმას, რა ქვია. თუ რა ვეჭირდება ადამიანს, დარჯი რაღაცას უკეთებენ, მაგრამ ახლა არაფერს არაფერს მე რა ვიცი. ყველა იქ ისიც არის სამამულო ომის ვეტერანიც არის, აფხაზეთის ყველა ომის რაც იყო, ავღანეთი იყო თუ რა ვიცი. ეს მარტო ერთი ციხე საბა? არა, არა. მე ეს 7 მაქვს. ხო, თითოა ყველაზე სახელები გამოწერილი. რა ვიცი, შენ ერთი სას იღებ ესე, შენსაც მარტო. იცით რატო? ესენი არიან დიდი ხელფასი. ის ჩემთან არ გაატარეს. არ მაძლევენ თვითონ. ისინი არ არიან სოციალურში. არ არის. მარტო მე ვარ და უბრალოდ იქ ცხოვრობენ, ხო, აღწასასვლელი თუ არა. არა. ინა არა. არ მომცენ. მე უთხარი რომ მომეცით მეთქი ისინი. თქვენი პასპორტი რაღაცა ის. შეღაბა. თქვენ მოგიტანთ 5 ფორმი და მოგიტანთ 6 უნდა მოგიტანოთ კაცო. არ მომცენ. არა, რა არის ყველაზე ის ახლა არის პური თუ დაგაკდა. არა, პურია დღეს ყველაფერი. არაფერი და სუპები კია, სუპები, მაგრამ ზოგან ახლა ის აჯაფსანდალი როა მაგალითად და ისინი ავით აქ არ მომწონს აქ. სხვაგან არის და აქებინ, აი აბაშიძეზია მაგალითად ეს სადირობა. დადის ხალხი და იქ უფრო კარგია შედარებით. იქ თან არის ეს გარაჟია და ის გარაჟი კი არა, ის არის ბინაში. ხო, კაი ადგილს არის, ცენტრია, პეტრიაშვილია კი. ცენტრშია მitmeti კარგია სასადიო. პირობები მეცაცხლს არის იმისანა კარგია იმ მრავალშვილიანები იქ ცხოვრობდი ბარნოვზე ვიყავ. ხო, ესე იგი იმისანა კარგი საჭმელია იქ პეტრიაშვილზე. ცენტრი არის, ცენტრი. დოლიძეზია კიდევ. დასაწყისში ვიყავით იქ. ჩემი მეცანეიცა. იქიდან ვიყავით. იქიდან გადმოვიდა სკოლა რო იყო, დაინგრა. ой, ეს დოლიძეზე, ისი არ დაინგრა დაანგრიეს ის რანაირი კარგი შენობა იყო, ის დაანგრიეს, მაგრამ ქვემოთ ფუნდამენტი, აი ისა, ვერაფერი ვერ უხსნს და აშენება უნდა და ვეღარ აშენებს. ყველა დაანგრიეს, არა, ყველა დაანგრიეს, ის მაინც დარჩა, იმას ვერაფერს ვერ უშვები, ძირი იყო მყარი, ძლიერი. ახლა შენობას კი დაანგრევ, მაგრამ ის თავარი არის ძირი. იმასე ბეტონს არა, მაგრამ ქვეყანა რა არის და ეპატრონე. ეცენ იმ ადგილს, თო კაი ადგილია და სკოლა არის, აქეთ გამოიტანეს და რა ვიცი ქვეყანა იყო მაგაზე, მაგრამ ეგორნე ორსართულიანი იყო და სოციალისტის თავისი. არის და მოინდომა იმან. აი ხო, მოინდომეს მაგ ადგილს. იმათმა ის ძელმა ისაც უნდოდა ხო. ხო და რაღაც დაშენება უნდა, სასტუმროო თუ რაღაცა უნდა. თუ რა დაანგრევდა მაგას ძლიერად იყო. კიდეც ხო ხედავდი რომ ის იყო რა ქვია თეთრი კი არ იყო, კაი შენობა იყო ეს გარედან. არ იყო არც ისა მახინჯურად, ლამაზი შენობა.
ისე მიხარობდა ხოლმე ქართულ იბრძოლეს, მაგრამ ვერაფერი ვერ. მაგრამ იმათმა ვის დაანგრია მთლიანად ის ვერ მოშალა დაბნა და ტყილა დაანგრეული გამოვიდა. ყოფილიყო ის შენობა და თუ საკუთრო უნდა და დაეშენებიათ, თუ დაშენება უნდა. ხო, აეშენებიათ, მაგრამ საერთოდ ადგენდა სულ დაანგრიეს. რა შეჭიდებოდათ ეს სულ დაანგრიეს? ხო, ახლა უკვე კი არიან ისე დარჩენილები ის ფუნდამენტი ის არა ქვია, იმას ვერ ანგრევენ. შენობა დაანგრია. დარჩა ეს მე მგონი არ არის დროა. რა ვიცი. მგონი არა. კი, მაგრამ 10 საათია უკვე და რა. შესრულდა. მაგრამ გახსნიან, აგენი წუთებზე მუშაობენ თამე. შეიძლება სულ 11-ის ნახევარზე გახსნა, რა ვიცი, მაგენ. რას გაიგებს მაგენ? ეს როგორ დააწეს აქადა? დააწეს. ნაცას არ მოსწონს. ხო. აბა. ეს რამდენი ხანია, მაგრამ არავის. გაიხსნა. ოი შევდიან ისინი. არ შემიძლია ბევრ ხალხში ხოლმე, იმდენი იყრის ხოლმე თავს. მაშინ ის ხარაგა. კი. თქვენი ახლა დედმამა ისა ყველას ეკნება? არა, ყველას ღვაწლი ეკნება. რა თქმა უნდა, მიღებული დამსახურებით. მაგრამ ჩვენ მე არაფერი 4-3 ძმა მყავდა სადმე დამეობა. ორი ტელევიზიაში მუშაობდა. ტელევიზიის ხალხი სამსახურებო დატოვეს. ამაზე ინერვეულეს. ოი, მოდითო. ტელევიზია. ყველას გაჭირება როგორ ყველას ეს. ოი, რამდენი ხალხი სტილით არავინ არ იყო.